უძრავი ქონების გამოფენაში წელს მონაწილეობას იღებს თბილისის ბულვარი და ჩვენი სტუმარი ახლა სწორედ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვანცა გვარამაძეა. გვანცა, მოგესალმებით. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და გვიერთდებით ექსპოდან. პირველ რიგში მინდა რომ მოვიკითხოთ თქვენთან ეს პროექტი. უძრავი ქონების პროსპექტის მაყურებელს დიდი ხანი არ ქონია ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, როგორ მიდის განვითარება, რა ტიპის სამუშაოებია დასრულებული ამ დროისთვის და როგორია საომავლო გეგმებიც პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მადლობა თეთია. თბილისის ბულვარის პროექტის განახლება რომ გავუზიაროთ მაყურებელს აქტიურად მივყვებით იმ დინამიკას განვითარების რაც გვქონდა დაგეგმილი პირველი ბლოკის, რომელიც აერთიანებს ორ კორპუსს, ჯამში 194 ბინა ერთეულს. კარკასი დასრულებული არის, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. გაყიდვები წელიწად ნახევრის წინ დავიწყეთ ამ ბლოკში და მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ძალიან კარგი შედეგი არის და დარჩენილი გვაქვს მხოლოდ რამდენიმე ერთეული ბინა. ასევე დავიწყეთ უკვე მოსამზადებელი სამუშაოები გვერდით მდგომი საცხოვრებელი ბლოკის, რომელიც 210 ბინა ერთეულს გააერთიანებს. ამავდროულად მიმდინარეობს 277-მდრიანი სასტუმროს მშენებლობა ზღვისპირას, თავისი ზღვისპირას ასეირნო ბულვარით და ყველა იმ ბენეფიტით, რაც ამ ტერიტორიას მიმდებარედ გააჩნია. გვანცა პროექტი არის თბილისის დეველოპმენტთან შედარებით საკმაოდ გამორჩეული და განსხვავებული, რადგან აქვს უნიკალურობა თბილისის ზღვა და ბულვარი და ამიტომაც ქვია პროექტს თბილისის ბულვარი. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ინტერესდებიან ესეთი გამორჩეული და განსაკუთრებული პროდუქტით? ყოველთვის მიხარია კარგი შეფასებები თბილისის ბულვარზე, იმიტომ რომ წელიწად ნახევარია, რაც ჩვენ დავაანონსეთ ეს პროექტი. და ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისის ბულვარის გუნდმა შეძლო ის შედეგი დაედო, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე ბრენდის ცნობადობის კუთხით, მშენებლობის ტემპის მიხედვით, რაც შეიძლება რომ სხვადასხვა პროექტს 5, 6, 7, 8 წელი სჭირდება ხოლმე. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მყიდველებს არ ვთავაზობთ, ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ საცხოვრებელ ბინას. ჩვენ ვყიდით ყველა იმ საჭიროებას, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს უდგას. ძირითადად დაინტერესებულები არიან ადგილობრივები, იმიტომ რომ დღეს თბილისში დეფიციტი არის ესეთი პროექტის, როგორც თბილისის ბულვარი არის. დეფიციტი არის ადგილის, სადაც შეგიძლია იცხოვრო იმ გარემოში, რაც გაძლევს საშუალებას, რომ 5 წუთის სავალზე გქონდეს აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურა, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის გჭირდება და ყველაზე მთავარი. შეგიძლია იცხოვრო იქ, სადაც სუნთქავ, იცხოვრო გარემოში, სადაც არ არის დაბინძურებული ჰაერი და სადაც ჟანგბადი არის. გქონდეს ზღვის ხედები და ცხოვრობდეს ზღვის პირას და ამავდროულად უნიკალური დღეპარკის გარემოცვაში. გვანცა, წელს პირველად მიიღეთ ექსპოში მონაწილეობა და თუ შეიძლება გაგვიზიაროთ, რატომ გადაწყვიტეთ და როგორი კმაყოფილი ხართ ექსპოში მონაწილეობით. მსგავსი ტიპის უძრავი ქონების გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. მით უმეტეს, როდესაც ადგილზე მოსულს ისეთი პროექტი ხდება, როგორც თბილისის ბულვარია. გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან საინტერესო იყო ის შეხვედრები, რაც შედგა და ის დაინტერესება რეალურად იმაზე დიდი იყო ჩვენ პროექტზე, ვიდრე ამას ველოდით. აუცილებლად ველოდებით მსგავსი ტიპის გამოფენების განვითარებას და ბულვარი ყოველთვის იქნება მონაწილე მსგავსი ტიპის ღონისძიებების. ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია არა მარტო იმისთვის, რომ შენი ბრენდის პოზიციონირება მოახდინოს სწორად, არამედ მიმდინარე პროექტები, რაც არის ამ სფეროში, ამის გასაცნობად, შესასწავლად, ერთმანეთის გამოცდილების გასაზიარებლად, შესაბამისად უკვე ველოდებით შემდეგ წელს იგივე ტიპის გამოფენას. წარმატებები გვანცა, მადლობა თქვენი დროისთვის. გვანცა გვარამაძე იყო უძრავი ქონების პროსპექტის სტუმარი.